ზოგადი უნარების გამოსდის გაუქმება იყო ერთ-ერთი ყველაზე დიდი შეცდომა და დანაშაული ჩვენ ქვეყანაში მომავალი თაობების წინაშე. ქვეყანაში, სადაც არაერთი კვლევა ადასტურებს, რომ არსებობს ტექსტის გააზრების და ლოგიკური აზროვნების სერიოზული პრობლემები, ეს საგანი და გამოცდა იყო არა მხოლოდ საჭირო, არამედ აუცილებელი. და მე მახსოვს თავიდან რომ შემოვიდა ეს საბჭოთა განათლება გამოვლილი ზოგიერთი ადამიანი როგორი აგრესიით შეხვდა რომ აუ ბავშვებს რეებს ასწავლიან ანუ რაღაცა ლოგიკურ დაშვებებს რო აკეთებინებდნენ ტესტებში ეს აღიქვეს რომ ამას ბავშვებს ასწავლიან აი პირობითად მოვიყვანოთ ძალიან მარტივი მაგალითი რომელსაც ახლა ვისაც უარჯიშია მაგამ ბავში და აი გამოსდა ჩაუბარებებია ძალიან მარტივად გაიგებს მაგრამ დანარჩენები ისევ პირს დააღებენ ახლა დარწმუნებული ვარ გავაკეთოთ ორი წინსართი დაშვება ზოგიერთი ჟირაფი დაფრინავს და ჟოზე ჟირაფია. ამ ორი დებულებიდან აუცილებლად გამომდინარეობს თუ არა რომ ჟოზე დაფრინავს. და პასუხია რომ არა, იმიტომ რომ იქ პირველ დებულებაში ნათქვამი იყო რომ ზოგიერთი დაფრინავს. და ეს საკმარისი არ არის დავასკვნათ ამ ზოგიერთებში ჟოზეს შედის თუ არა. აი ეხლაც ამას რო უსმენს ვიღაცა, რეებს იძახის რა ჟირაფი დაფრინავს ხალხო, ხო გახსოვთ ეგეთი ხალხი? ხო და საბოლოო ჯამში კოცები ძალიან შორს უმიზნებენ. არ გეგონოთ ვინმეს რომ აი წელს და გაისად უმიზნებენ. ესენი ძალიან შორს უმიზნებენ და ცდილობენ რომ გამოიყვანონ მორჩილი კრიტიკული აზროვნების არ მქონე და ზოგადად შტერი ადამიანი, როგორც საშუალო სტატისტიკური ქართველი ამ ქვეყანაში. და ყველა მათ შორის აი ეს ეგრეთ წოდებული განათლების რეფორმებიც კეთდება ამიტომ.